მოგესალმებით. ვაგრძელებთ მონაცემთა ბაზების შესწავლას SQL-ის გამოყენებით და დღეს უნდა განვიხილოთ where keyword-ი, რომელიც საშუალებას მოგცემს გავფილტროთ მონაცემები ჩვენი სურვილებისა და კრიტერიუმების მიხედვით. თუმცა სანამ where-ზე გადავალთ, მანამდე შეგახსენებთ, რომ თუ ამ ვიდეოს პირველად უყურებთ, მაშინ აუცილებლად წინა ვიდეოებიც ნახეთ, კონკრეტული პლეილისტი, რომელშიც თანმიმდევრობით არის ვიდეოები დაწყობილი, შეგიძლიათ ნახოთ აი ამ ვიდეოს აღწერაში და დაიწყოთ თავიდან, იმისთვის რომ საშუალება გქონდეთ გამომყვეთ ამ ვიდეოში და მოახერხოთ, რომ ის კოდი, რასაც მე დავწერ, ეხლა თქვენთან ერთად ის SQL კოდი, თქვენც შეასრულოთ და ასევე გქონდეთ გამართული გარემო, სამუშაო გარემო თქვენს კომპიუტერში. ძალიან მარტივია, რაიმე განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს, რამდენიმე წუთში გექნებათ ყველაფერი მზად. და შეგეძლებათ, რომ დაიწყოთ ჩემთან ერთად. პირველი რამდენიმე ვიდეოს ნახავთ რეალურად სელექტი რა არის, ნახავთ როგორ ვიყენებთ იქ ჩვენ ლიმიტებს, რა არის ზოგადად მონაცემთა ბაზა და ასე შემდეგ და შემდეგ უკვე აი ეს ვიდეოც ნახეთ და მე უკვე გააგრძელეთ გამომყევით ამ ჩემს ასე ვთქვათ მოგზაურობაში მონაცემთა ბაზების სამყაროში. მშვენიერი, მოდი დავიწყოთ. where-ის განხილვა და პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ ჩვენ აი ამ გარემოში მუშაობთ, რომელიც CS50-dev-ზე იხსნება, ამიტომ არაფრის დაენება თქვენს კომპიუტერში არ გჭირდებათ და ამ გარემოში ჩვენ წინა ლექციაზე, წინა გაკვეთილზე ჩავტვირთეთ აი ეს long-list.db, აი ესეთი ფაილი, რომელიც მონაცემთა ბაზის ფაილია, რომელიც SQLite მონაცემთა ბაზის გამოყენებით იხსნება, გავხსნით ახლა და დავიწყებთ ახალი ტიპის querying-ის query-ების წერას. მშვენიერი, პირველ რიგში, როგორც გახსოვთ, შეგვიძლია რომ ეს გავადიდოთ, მოკლედ აი ეს ჩვენი ფანჯარა, ტერმინალის ფანჯარა და ამ ეტაპზე ჯერჯერობით მაინც ტერმინალში მოგვიწევს ხოლმე მუშაობა, ამიტომ გავადიდოთ მთლიანად და შეგვიძლია აი ეს ფანჯარა ასევე დავმალოთ, რომ რაც შეიძლება მეტი სივრცე გქონდეს. შემდეგ, როგორც გახსოვთ, ავკრებთ SQLite 3 შესაბამის ბრძანებას და მიუთითებთ იმ ფაილის სახელს, რომელშიც გვაქვს მონაცემთა ბაზა, ამ შემთხვევაში long-list.db. თუ დააკვირდებოდით, ახლა დამთავრდა ავტომატურად, მე ვკრებთ და ავტომატურად დამიმთავრა long-list.db-ის სახელი, ამისათვის გამოვიყენე ტაბი, ანუ ჯერ ავკრიფე long სიტყვა და შემდეგ ტაბს დავაჭირებ და დამიმთავრა. რეალურად კონკრეტული ფაილის სახელს თუ აკრებთ, აკრეფას თუ დაიწყებთ და შემდეგ დააჭერთ ტაბს, ამ ფაილის ამ სახელს ავტომატურად დაგიმთავრებთ, თუ სხვა ფაილიც არ არის მსგავსი სახელით თქვენს ფაილების სივრცეში, ამიტომ ეს ასე ვთქვათ მოკლე გზაა იმისთვის, რომ ფაილის სახელი სწრაფად აკრიფოთ. შემდეგ ვაწვევით Enter-ს და უკვე აღმოჩნდებით SQLite-ის მონაცემთა ბაზაში, სადაც უკვე აქედან შეგვიძლია ჩვენი SQL-ის query-ები, ასე ვთქვათ, წეროთ. თუ query რა არის, ესეც წინა ვიდეოში გვაქვს განხილული და აუცილებლად ნახეთ. ჩვენ პირველ ვიდეოში ვისწავლეთ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ select keyword-ი და მაგალითად მოდით ამ შემთხვევაში ისევ გავიმეოროთ მსგავსი მაგალითი, ამოვიღოთ ჩვენი მონაცემთა ბაზის ერთ-ერთი ცხრილიდან, რომელსაც ასევე long list ქვია, როგორც ჩვენს მონაცემთა ბაზას, ამოვიღოთ წიგნების შესაბამისი სათაურები და ასევე ავტორების სახელები. მაგრამ მხოლოდ ეს არ გვაკმაყოფილებს, გვინდა რომ რეალურად გავფილტროთ ისეთი წიგნები, რომელიც 2023 წელს მოხვდა აი ამ Booker Prize-ის ნომინაციაში, საპრიზო ნომინაციაში. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთი რამ, ავკრიფოთ from keyword-იც, სადაც მიუთითებთ, რომ ეს იქნება long list ცხრილიდან და შემდეგ უკვე უნდა მიუთითოთ ის პირობა, რომლითაც განვსაზღვრავთ, თუ რომელი წლის შესაბამისი წიგნები გვინდა რომ ამოვიღოთ მონაცემთა ბაზიდან და ზუსტად აი აქ შემოდის where keyword-ი. ანუ ნახეთ, რომ წავიკითხოთ შინაარსობრივად, ახლა რაც დავწერეთ, რა წერია select title, ძიმე author, ანუ ამოიღე მონაცემთა ბაზიდან title სვეტში არსებული ინფორმაცია და ავტორის სვეტში არსებული ინფორმაცია from long list ცხრილიდან გასაგებია და შემდეგ უკვე დამატებით კიდევ პირობას ვწერთ, სადაც ვწერთ აი ესეთ რამეს where, ანუ სადაც, აი ესე შეგვიძლია ქართულად წარმოვიდგინოთ შინაარსობრივად, სადაც წელიწადი year არის 2023-ის ტოლი. და აქ უკვე დამთავრდება ჩვენი query, რომელსაც ავღნიშნავთ წერტილ მძიმით.
გაითვალისწინეთ, რომ სანამ ამ წერტილმძიმეს არ დავწერთ, იქამდე ჩვენი query არ გაეშვება და რამდენჯერაც enter-ს დავაწვევით, იმდენჯერ ახალ ხაზზე გადმოიტანს და საშუალებას მოგცემს, რომ ახალ ხაზზე კიდევ გავაგრძელოთ ჩვენი query. მაგრამ როგორც კი წერტილმძიმეს დავწერთ, მაშინვე მთელი, აი ესე ვთქვათ, ჩვენი query ერთიანად შეიკრება და გაეშვება უკვე მონაცემთა ბაზაში, როგორც კი ახლა წერტილმძიმის შემდეგ enter-ს მე დავაწვევი, მაშინვე გაეშვება და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. როგორც ხედავთ, ამოვიღეთ ის ინფორმაცია წიგნების სათაურებისა და ავტორების შესახებ, რომლებშიც წერია, რომლებიც დაემატა ამ Booker Prize-ის ნომინაციაში 2023 წელს. და როგორც ხედავთ, აი where keyword-ი ზუსტად ამის საშუალებას გვაძლევს. ის რომ ნამდვილად ესენი 2023 წელს დაემატა ამის, ასე ვთქვათ, დარწმუნება და დამტკიცება ამაში შეგვიძლია იმით, რომ ჩვენ შეგვიძლია ისევ ავკრიფოთ იგივე, ასე ვთქვათ, select-ი და გახსოვთ ალბათ კლავიატურაზე ზედა ისრის დაჭერით შეგვიძლია რომ გავიმეოროთ წინა ხაზები, რაც აქამდე აგვიკრეფია, ამიტომ მე რამდენჯერმე დავაჭირე ახლა, აი ცარიელის შემდეგ 1, 2, 3, აი სამჯერ დავაჭირე იმისთვის, რომ აი ეს ხაზი გამემეორებინა, პირველი ხაზი ჩვენ select-ში, მაგრამ აქ სანამ enter-ს დავაწვევი, მანამდე მოდით წლის შესაბამის სვეტსაც ჩავამატებ, იმისათვის რომ რეალურად ვნახოთ, რომ ნამდვილად 2023 წლის მონაცემები ამოვიღეთ. შემდეგ დავაწვევი enter-ს, შემდეგ ისევ from long list, კიდევ დავაწვევი enter-ს და შემდეგ თუ სურვილი მაქვს, რომ ისევ მოკლე გზით ავარჩიო ის კოდი, რომელიც მე მინდოდა, რომ აი მაგალითად ეს კოდი რო ავიღო, ამისათვის 1, 2, 3, აი აგერ უკვე ავედი სამჯერ დავაჭირე ზედა ისარს და უკვე მივედი ზუსტად იმაზე, გავიმეორე ის ხაზი, რომელიც where year უდრის 2023-ს წერდა. და გავუშვათ და აღმოვაჩენთ, რომ ნამდვილად ეს კონკრეტული წიგნები ნამდვილად 2023 წელს, რომლებიც მოხდა, ისინია, როგორც გახსოვთ, სიაგაცილებით დიდია, მაგრამ აი ეს მოკლესი ამოვიღეთ, რომელიც მხოლოდ 2023 წელს მოხდა აი ამ კონკრეტულ ნომინაციაში. შემდეგ უკვე მოდით დავაკვირდეთ ახლა აი აქ რა ხდება კონკრეტულად ისევ აი ამ ჩვენს query-ში. პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ, რომ აი აქ year ორმაგ ბრჭყალებში მაქვს ჩასმული, ხო? როდის ვიყენებთ ორმაგ ბრჭყალებს? ამ შემთხვევაში ორმაგი ბრჭყალები შეგვიძლია გამოვიყენოთ ხოლმე ისეთ სიტუაციაში, როდესაც კონკრეტული ინფორმაციის, კონკრეტული სვეტის იდენტიფიკატორის გამოყენებას ვგეგმავთ. რა არის იდენტიფიკატორი? იდენტიფიკატორი არის ის, რითაც ვახდენთ კონკრეტული ინფორმაციული ერთეულის იდენტიფიკაციას, ანუ რითაც ვხვდებით ეს რა არის. ამ შემთხვევაში year, ანუ სვეტის სახელი არის იდენტიფიკატორი, ხო? ამიტომ ყოველთვის, როდესაც იდენტიფიკატორს გამოვიყენებთ ხოლმე ჩვენს გაკვეთილებში, ყოველთვის გამოვიყენებთ ორმაგ ბრჭყალებს. მაგრამ ასევე დააკვირდით აი აქ 2023 საერთოდ არც ერთმაგი, არც ორმაგი საერთოდ ბრჭყალების გარეშე დავწერეთ. რატომ გავაკეთეთ ეს? იმიტომ რომ რეალურად year სვეტში 2023 როგორც რიცხვი ესეა წარმოდგენილი და რიცხვი, ანუ integer, ანუ მთელი ნიშნულობა მთელი ნიშნულობის, ასე ვთქვათ, გამოსახადად არ გვჭირდება ბრჭყალები პირიქით პირდაპირ რიცხვად ჩავწეროთ, უკვე ხვდება რა ტიპის ინფორმაციაზე გვაქვს საუბარი შესაბამისად, აი ესე, ასე ვთქვათ, შეგვიძლია გავშალოთ და დავშალოთ ჩვენი query-ის სტრუქტურა და ბრჭყალებისა თუ სხვა, ასე ვთქვათ, მონაცემების გამოყენების წესი და სინტაქსი, იმისათვის რომ კარგად გავიაზროთ რა ხდება აი ამ query-ში. Შეგიძლიათ დააპაუზოთ ეს ვიდეო, თქვენ თვითონვე, ასე ვთქვათ, აკრიფოთ ეს ყველაფერი, იექსპერიმენტოთ სხვა წლების შესაბამისი მითითებებიც გაუკეთოთ 2023 წლამდეა მაქსიმუმი, ანუ 2022 წელი შეგიძლიათ მივუთითოთ 2021 წელი და იექსპერიმენტოთ რომელ სხვა წიგნებს, რომლებს ამოიღებთ ასე თქვენი მონაცემთა ბაზიდან. შვენიერი. ეხლა უკვე რეალურად მზად ვართ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავავითაროთ where keyword-ის გამოყენება და ვნახოთ კიდევ უფრო სხვა სიტუაციებში როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება. მოდით ამ შემთხვევაში განვიხილოთ ისეთი სიტუაცია, როდესაც აი აქ ჩვენ ტოლობის მაგივრად ვიყენებთ ისეთ ნიშნულობას, რომელიც გამოხატავს უტოლობას, არ ტოლობას. მაგრამ ქართულად უტოლობა ქვია. ანუ რეალურად ისეთი რამ გვინდა, რომ რაღაც სადაც წელი უდრის 2023-ს კი არა, მაგალითად რაღაც მნიშვნელობა არ უდრის რაღაც სხვა მნიშვნელობას.
ამისათვის მოდით გამოვიყენოთ ესეთი მაგალითი, გეცოდინებათ ალბათ რომ წიგნები სხვადასხვა ტიპის ყდებით გამოდის ხოლმე, სხვადასხვა ფორმატის, შესაბამისად ზოგი წიგნი არის hardcover-ი, რომელსაც აი მაგარი ყდა რომელსაც აქვს, ან ზოგი არის პირიქით რბილყდიანი, ხო? აი ამ მონაცემთა ბაზაში არსებობს ესეთი სვეტი, ფორმატი ქვია, თითოეულ წიგნს აქვს ფორმატის შესაბამისი უჯრა, რომელშიც წერია ეს hardcover-ია, თუ არ არის hardcover-ი, ანუ მაგარი ყდით არის, თუ არ არის მაგარი ყდით. მოდით ამისათვის, რომ აი ეს სიტუაცია, რომ ავღწეროთ და ვნახოთ თუ როგორ გამოიყურება ესეთი wear query, ამ შემთხვევაში მოდით გავასუფთავოთ ჩვენი ტერმინალი, ამისათვის გამოვიყენებ, გახსოვთ ალბათ წინა ვიდეოდან Ctrl+L-ს, იმისათვის რომ გასუფთავდეს ჩვენი ტერმინალი, თუ მინდა ავსკროლავ ზემოთ და ისე ყველაფერი არის, თუ მინდა რომ გადავხედო ზემოთ რა მიწერია, თუმცა Ctrl+L-ს როცა დავაწვევი, ყველაფერი ასე ვთქვათ გასუფთავდება ეკრანზე და აი ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდები, რომ თავიდან დავიწყო წერა. შესაბამისად, მოდით ვნახოთ ახლა ამოვიღოთ, დავალება იყოს ჩვენი, რომ ამოვიღოთ ისეთი წიგნები, რომლებიც არ არის hardcover-ი, ანუ ისეთი წიგნები, რომელთა ყდაც არის რბილი. აი ასეთი და ასეთი წიგნები ამოვიღოთ, ოღონდ გამოვიყენოთ უტოლობის შესაბამისი ოპერაცია. მოდით ვნახოთ ეს როგორ გამოიყურება. ისევ select title author. მოდით თვალსაჩინოებისთვის ფორმატის შესაბამის სვეტსაც გამოვაჩენ. არ არის აუცილებელი რომ გამოვაჩინოთ ყოველთვის. იმის მიუხედავად where keyword-თან ერთად გამოვიყენებ თუ არა ფორმატს, ეს select-ში იმ სვეტის ასე ვთქვათ გამოჩენა აუცილებელი არ არის, ფილტრია უბრალოდ where, ხო? მაგრამ ამის მიუხედავად მოდით ჩვენ თვალსაჩინოებისთვის გამოვაჩინოთ from ამას ისე ვიმეორებთ long list და ეხლა უკვე where, სადაც format ნახეთ არ უდრის როგორ უნდა ჩავწეროთ ძახილის ნიშანი და ტოლობა ნიშნავს არ უდრის. წეღან თუ ზემოთ ჩვენ გამოვიყენეთ უბრალოდ ტოლობა რო უდრიდეს 20-23-ს, ამ შემთხვევაში ვიყენებთ ძახილის ნიშანს და ტოლობას იმის აღსანიშნად, რომ ტოლობის შებრუნებული სინამდვილეში ლოგიკური ოპერაცია გვაინტერესებს, ანუ არ უდრის გვაინტერესებს. შესაბამისად, აი ასე წერთ და შემდეგ რას არ უდრის. ამ შემთხვევაში თუ გვინდა რომ ჩვენ ამოვიღოთ ისეთი წიგნები, რომლებიც არ არის მაგარყდიანი, ამ შემთხვევაში უნდა დავწეროთ რომ არ უდრის მაგარყდას, ანუ hard cover, ხო? აი ესე. მაგრამ ნახეთ დააკვირდით, აქ მე ფორმატის შემთხვევაში გამოვიყენე ორმაგი ბრჭყალი, ანუ სვეტის სათაურისთვის, ანუ იდენტიფიკატორისთვის გამოვიყენე ორმაგი ბრჭყალი, მაგრამ კონკრეტულად ამ სვეტში არსებული ინფორმაციისთვის, ანუ იმ ტექსტისთვის, რომელიც ამ სვეტში წერია, ამ შემთხვევაში hardcover-ი ეწერება, ან soft cover-ი, ან რამე მსგავსი ეწერება, მაგრამ აქვს მნიშვნელობა, აი ასეთი იდენტიფიკატორისთვის გამოვიყენე hardcover-ის, ასე ვთქვათ, აღსანიშნად ერთმაგი ბრჭყალი. ანუ ინფორმაციის აღსანიშნად, რომელიც თან ტექსტურია, ერთმაგ ბრჭყალს გამოვიყენებთ ხოლმე ჩვენი გაკვეთილების მიმდინარეობისას და ესეც გაითვალისწინეთ და გაუშვათ და როგორც ხედავთ, აი აქ ამოვიდიღეთ ყველა ისეთი წიგნი, რომელიც არ არის hardcover-ი და შესაბამისად ფორმატი თუ არ არის hardcover-ი, რამე სხვა უნდა იყოს და სულ ორი ფორმატია ამ მონაცემთა ბაზაში, არის paperback-ი და არის hardcover-ი. Paperback-ი არის ფურცლის ყდიანი, ანუ რბილყდიანი, hardcover-ი არის პირიქით მაგარყდიანი, ხო? შვენიერი და აი ასე მივიღეთ უკვე ის შედეგი, რაც ჩვენ გვინდოდა. თუმცა მოდით ახლა კიდევ ვნახოთ რამდენიმე ვარიანტი უტოლობის გამომხატველი. ისე აღმოჩნდა რატომღაც რომ SQL-ში საკმაოდ ბევრი გზა არსებობს იმისათვის რომ უტოლობა გამოვხატოთ და მხოლოდ ძახილის ნიშანთა და ტოლობით არ ხდება ეს და მოდით ვნახოთ თუ როგორ ხდება კიდევ სხვა სიტუაციებში. სიმარტივისთვის და სისწრაფისთვის ის ზედაისარს გამოვიყენებ რომ იგივე ასე ვთქვათ კომანდები გავიმეორო, მაგრამ აი აქ ამ შემთხვევაში მოდით აი ამ ძახილის ნიშანსა და ტოლობას შევცვლი სხვანაირი სიმბოლოებით და ეს არის ნაკლებობისა და მეტობის ნიშნები, აი ასე ჩაწერილი ერთად მიტყუპებული. ეს საშუალებას გვაძლევს რომ ისევ ასე ვთქვათ უტოლობა ასე ვთქვათ გამოვიყენოთ და უტოლობა აღვნიშნოთ ზუსტად იგივეს ნიშნავს არაფრით არ განსხვავდება ძახილის ნიშნისა და ტოლობის
შესაბამისი მნიშვნელობისაგან. შესაბამისად, მოდით დავუშვათ და ვნახოთ, რომ რეალურად ზუსტად იგივე შედეგს მივიღებთ. მაგრამ კიდევ ერთი ვარიანტი არსებობს თურმე ამის ჩაწერის, ეს დაიმახსოვრეთ, ანუ ერთი ვარიანტი არის ესეთი მეტობანაკლებობის ნიშნები, მეორე ვარიანტი, პირველი ვარიანტი, რომელიც განვიხილეთ, იყო ძახილის ნიშნით, ესეც მოტოლობას ნიშნავს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავასუფთავოთ და მოდით კიდევ ერთი ვარიანტი ჩავწეროთ ამისი და ეს კიდევ ერთი ვარიანტი იქნება აი ასეთი. რეალურად აი აქ იმის მაგივრად რომ ჩვენ ჩავწეროთ where და მე ეგრევე პირდაპირ დავწეროთ იდენტიფიკატორი იმ სვეტის რომლის შედარებაც გვაინტერესებს, ხო? ამის მაგივრად ჩვენ წერთ ასეთ რამეს not. ანუ not გასაგებია, ხო, რაც არის? სადაც not წერთ და სადაც ფორმატი არ არის და ამ შემთხვევაში ნახეთ რას გავაკეთებთ? აი ისევ ტოლობას დავაბრუნებთ. ოღონდ ტოლობა ამ შემთხვევაში აღარ გამოდის უბრალოდ ტოლობა, არამედ რადგან წინ not-ი უწერია, აი ამ ტოლობის მნიშვნელობა იცვლება და უტოლობა გამოდის. შესაბამისად ეს რო წავიკითხოთ, ესე თქვათ, ესეთი შინაარსით წაიკითხება ეს query, რომ ამოვიღოთ select, ამოვიღოთ title, author და format ველები long list ცხრილიდან, სადაც ფორმატი რადგან not-ი წერია, ამიტომ ვამბობთ არ უდრის hardcovers და შედეგს ზუსტად იგივეს მივიღებთ paperback-ების, ასე ვთქვათ, შესაბამის ნიშნულობებს ამოვიღებს, ანუ ისეთ წიგნებს, რომლებსაც რბილი ყდა აქვთ. შვენიერი, თუმცა where-ის გამოყენება აქ არ მთავრდება და კიდევ ვითარდება და საკმაოდ რთული შეიძლება იყოს where-ის გამოყენება და საკმაოდ კომპლექსური და ახლა კიდევ ვნახავთ ამის მაგალითებს, თუმცა კიდევ ერთხელ შეგიძლიათ დააპაუზოთ ეს ვიდეო და თქვენ თვითონ გაიმეოროთ ეს ყველაფერი და გაიწაფოთ ხელი ამ ყველაფრის კეთებაში, ძალიან წაგადგებათ გირჩევთ ამის გაკეთებას. ჩვენ შეგვიძლია where clause-ში, where ასე ვთქვათ, წინადადებაში ჩავაქსოვოთ რამდენიმე პირობა და ეს პირობები გადავაბათ ერთმანეთს and და or ლოგიკური ოპერატორების გამოყენებით. and ნიშნავს das და or ნიშნავს ans. და ახლა მოდით ვნახოთ როგორ შეიძლება ამ ლოგიკური ოპერატორების გამოყენება where-ის ასე ვთქვათ ჭრილში. გავასუფთავოთ და კიდევ ერთხელ ისევ ასე ვთქვათ ის ინფორმაცია ამოვიღოთ, რომელსაც ახამდე ვიღებდით. ამ შემთხვევაში მოდით გავაკეთოთ ესეთ რამ ფორმატის მაგივრად წელიწადი ამოვიღოთ year, სწორად დავწერე year, oops. Okay, შვენიერი. და შემდეგ უკვე კი ბატონო from უნდა გავიმეოროთ, გასაგებია და მოდით ახლა where-ის ახალი მაგალითი დავწეროთ, რომელიც საშუალებას მოგცემს არა მხოლოდ 2023 წლის წიგნები ამოვიღოთ, არამედ 2023 წლის და 2022 წლის ერთად. აი ისეთი წიგნები ამოვიღოთ, რომლებიც ან 2022 წელსია გამოშვებული, ან 2023-ში. ახლა დააკვირდით, მე რა ვთქვი, ან სიტყვა ვახსენე, რაც ნიშნავს, რომ ორ ლოგიკური ოპერატორის გამოყენებას ვაპირებ. მოდით ვნახოთ. where, სადაც year, ან იდენტიფიკატორი რადგან არის ორ ბრწყალებს ვიყენებ, სადაც year უდრის 2022-ს, ან ნახეთ, or year უდრის ბრწყალები არ გვინდა 2023-ს. ნახეთ, მე აქ and რო გამომეყენებინა, ანუ და რო გამომეყენებინა, მაშინ ისეთი წიგნები უნდა მოეძებნა, რომელიც 2022 წელსაც მოხდა და 2023 წელსაც მოხდა და სავარაუდოდ ეგეთი წიგნები საერთოდ არ არსებობს, რომელიც ორივე წელს მოხდნენ, ხო? ამიტომ მე გამოვიყენე ან ოპერატორი, რომელიც საშუალებას მომცემს, რომ ისეთ წიგნებიც ამოვიდეს, რომლებიც 2022 წელს მოხდა და ისეთებიც, რომლებიც 2023 წელს მოხდა, მაგრამ 2022-ში არ მოხვედრილა, ხო? და ამ დროს უკვე დავაწები დავწერ წერტილძიმეს და გავშვებ. და როგორც ხედავთ, აქ უკვე გვაქვს ისეთი წიგნები, რომლებიც 2023 წელს არის გამოშვებული, მოხვედრილი ამ ნომინაციაში, ან 2022 წელს არის მოხვედრილი ამ ნომინაციაში. შესაბამისად, აი ასე ჩვენ შეგვიძლია რეალურად where-ში სხვადასხვა პირობები, ვთქვათ, ერთმანეთს გადავაბათ და ერთმანეთთან კომბინაციაშიც
გამოვიყენოთ და გავფილტროთ ჩვენი მონაცემები ისე როგორც ჩვენ მოგვესურვება. აქ არ მთავრდება ვეარის ასე ვთქვათ კომპლექსურობა და მოდით ახლა კიდევ განვიხილოთ სხვა მაგალითი, ისეთი მაგალითი, რომელიც გვაჩვენებს, რომ ისეთი წიგნები გვინდა, რომელიც 22 წელს ან 23 წელს არის გამოშვებული, ან ერთ ან მეორე წელს, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ გვინდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი პირობა, ანუ 2022 წელს ან 2023 წელს და ის წიგნები, რომლებიც არის paperback-ი, ანუ რბილი ყდით. და მოდით ახლა ვნახოთ, როგორ შეიძლება ჩავწეროთ იგივენაირი where წინადადები. ისევ გავიმეორებ selects. ამ შემთხვევაში მოდით ვნახოთ ისეთი ვერსიები, სადაც აი მაგალითად აი ეს ვერსია რომელიც მქონდა, სადაც ან 2023 წელს ან 2022 წელს უყურებდით. ოღონდ აქ ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ რადგან გვინდა რომ აი ეს პირობა წარმოვიდგინოთ როგორც ერთიანი პირობა და შემდეგ და ლოგიკური ოპერატორით გადავაბათ უკვე ახალი პირობა, რომელშიც გავითვალისწინებთ რბილყდიან წიგნებს. ამისათვის მოდით ვუთხრათ SQL-ს, რომ ეს როგორც ერთი პირობა, ერთიანი პირობა ისე განიხილე, აი ასე, შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, ფრჩხილებში ჩავსვათ ეს მთლიანად, რომელიც გვინდა რომ როგორც ერთიან პირობად ესე განიხილოს და ანუ ამით უკვე ვეუბნებით, რომ ისეთი წიგნები ამომიღე, რომელიც 2022 ან 2023 წელს არის. ანუ უკვე შევზღუდეთ ჩვენი, უკვე გავფილტრეთ ჩვენი ასე ვთქვათ წიგნების სიმრავლე, უკვე სხვა წლებს არ ამოიღებს მარტო ამას, მაგრამ მე კიდევ დამატებით ვამატებთ and და კიდევ დამატებით ფილტრს ვეუბნებით, სადაც ფორმატი არის უკვე უბრალოდ არ არის hardcover-ი. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ შეგეძლოთ სხვანაირად ჩაგეწერათ ეს მაგალითად ჩაგეწერათ ფორმატი არის paperback, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ სპეციალურად ვიყენებთ, რომ მრავალფეროვნება ასე ვთქვათ გამოჩნდეს ამ ყველაფერში. შვენიერი, ანუ კიდევ ვიმეორებ, ეს არის პირველი ფრჩხილებში რაც წერია, ეს არის ერთი პირობა, მთლიანი პირობა, რომელიც თვითონ შედგება ორი სხვადასხვა ან ლოგიკური ოპერატორით გადაბმული ფილტრისაგან, ასე ვთქვათ. მაგრამ ერთი პირობაა და ეს ერთი პირობა რომ დაკმაყოფილდება, შემდეგ ის კიდევ გავფილტროთ აი დამატებითი ფორმატის პირობით. თუ არ გავფილტრავდით დამატებით ფორმატის პირობით, მაშინ ამოგვიღებდა 2023-ან 22 წელს არსებულ წიგნებს, რომლებსაც ან paperback-ი აქვს, ან hardcover-ი აქვს, ორივეს ამოგვიღებდა. მაგრამ ამ შემთხვევაში არა, hardcover-ები გამოვრიცხეთო, ვეუბნებით, უკვე end-ის შემდეგ რაც წერია იმ პირობით და შეგვიძლია გავუშვათ და აღმოვაჩენთ, რომ რეალურად ისეთ წიგნებს ამოგვიღებს, რომელიც 2023-დან და 22-დან არის და თან რადგან ეს გვიწერია, hardcover-ი არ არის, ანუ paperback-ები იქნება. ხო, ამის რომ ნამდვილად დავადასტუროთ, რომ ეს ესე იქნება, წელიც და მოდი ფორმატიც შევინარჩუნოთ ამ ქვერიში და გავიმეოროთ კიდევ ერთხელ, აი ესე, აი იგივე ზუსტად და ნახეთ უკვე ფორმატიც გვაქვს. 2023 ან 2022 წლების არის და აუცილებლად paperback-ის შესაბამისი ფორმატით, რაც გვჭირდებოდა ის წიგნები ამოვიღეთ. შვენიერი, კიდევ ერთხელ გეუბნებით, დააპაუზეთ ვიდეო, გავუშვით, მერე გავაგრძელებთ. შვენიერი, ახლა უკვე ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ კიდევ ერთ საკითხზე, რომელიც ეხება ცარიელ მნიშვნელობებს. ეს საკითხი გვაქვს განსახილველი, მაგრამ არ დაიღალოთ, არ გეგონოთ, რომ ძალიან გაგვიგრძელდება ჩვენი ვიდეო. ცოტაც და დამთავრდება ერთი არის ცარიელ მნიშვნელობებზე, რომელიც ასევე ვეარს ეხება და ამიტომ აუცილებელია რომ ახლა განვიხილოთ და ასევე არის like მნიშვნელობა like keyword-ი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ძებნა გვინდა მონაცემთა ბაზაში რაღაცების და ამ ორ საკითხს განვიხილავთ ახლა. პირველ რიგში, მოდით ნახოთ ნალი, ანუ ცარიელი მნიშვნელობა, რა არის, როგორ გამოიყურება და ასე შემდეგ. ამისათვის წარმოვიდგინოთ აი ესეთი სიტუაცია, როდესაც კონკრეტულ წიგნს შეიძლება ჰყავდეს მთარგმნელები თუ ის გადაითარგმნა სხვა ენაზე, მთარგმნელები შეიძლება ჰყავდეთ ამ წიგნებს. და რადგან მთარგმნელები შეიძლება ჰყავდეთ, მოდით ჩვენი query ავაწყოთ თარგმნელის შესაბამისი ველის translator ველი არსებობს ჩვენს მონაცემთა ბაზაში და აი ამის ირგვლივ ავაწყოთ. დავწეროთ select-ი, title გვინდა და ასევე გვინდა translator.
მაგრამ არსებობს სიტუაციები, როცა კონკრეტული წიგნი არ არის გადათარგმნილი რომელიმე ენაზე. ასეთ შემთხვევაში translator well-ში ცარიელი მნიშვნელობა არაფერი არ იქნება შეგნით ჩაწერილი. შესაბამისად, რადგან არაფერი არ იქნება შეგნით ჩაწერილი, ჩვენ გვინდა ისეთი წიგნების ამოღება, ანუ მოდით ამოცანა დავისახოთ ისეთი წიგნების ამოღება, რომლებიც არ გადათარგმნილა სხვა ენაზე. თუ არ გადათარგმნილა სხვა ენაზე, ესე იგი translator well-ში არ ექნება არაფერი. მაგრამ სანამ მაგას ვიზავთ, მოდით დავრწმუნდეთ, რომ translator well-ი ნამდვილად არსებობს და ნამდვილად გვაქვს მონაცემები ამ well-ში, გავუშვათ. Ups, ნახეთ, შემეშალა from-ის დაწერა დამავიწყდა, from long list, ანუ იმის მითითება დამავიწყდა. თუ რომელი ცხრილიდან უნდა ამოგვეღო, მაგრამ აი ხა ის გამოვასწორეთ და როგორც ხედავთ, ამოვიღეთ შესაბამისი, ასე ვთქვათ, title და translator well-ები და აი აქ წერია წიგნის სახელი, აქ წერია მისი მთარგმნელი ვინც არის. და რომ ასე ვთქვათ, გავყვეთ, რომ ჩაიხედოთ, რომ ჩამოსქროლოთ, ასე ვთქვათ, ეს ისინი, ზოგან ნახავთ, რომ აი მაგალითად I am the perfect 9, I am წიგნს არ აქვს თარგმნელი და იმის მაგივრად წერია აი ესეთი უცნაური რაღაც null. Null არის რეალურად ისეთი მნიშვნელობა, რომელიც აღნიშნავს ცარიელს, არაფერს. და რადგან ნახეთ, რომ ისეთი წიგნები არსებობს, რომელსაც null-ი უწერია შიგნით, მოდით ახლა ჩვენ ავდგეთ და ვეცადოთ, რომ ახალი ქვერი დავწეროთ, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ ზუსტად აი ეგეთი წიგნები ამოვიღოთ, რომელსაც არ აქვს მთარგმნელი, ანუ რომელსაც შიგნით null-ი ეწერება. ოკეი, მოდით გავიმეოროთ ამ შემთხვევაში აი ეს კონკრეტული სელექტი. გავიმეოროთ from-იც. Ups, წერტილმძიმე წერა და ამიტომ გავუშვა, მაგრამ არა უშავს, ეხლა წავუშლი წერტილმძიმეს. აი ესე, წავუშალოთ ეს რო არ მოხდეს გაშვება და მერე where-იც დავამატოთ. და ეხლა უკვე where-ში შეგვიძლია გავითვალისწინოთ ესეთ რაღაც, რომ უთხრათ, რომ სადაც translator თარგმნელი. ნახეთ, ჩვენ წინა იმეებში გახსოვთ ალბათ, რომ ტოლობის ან სხვა ოპერატორებს ვიყენებდით, მაგრამ ამ შემთხვევაში ნახეთ, როგორ რაღაც შეგვიძლია გავაკეთოთ is null. Null-ი არის სპეციალური keyword-ი იმაში SQL-ში, რომელიც აღნიშნავს სიცარიელეს. შესაბამისად, აქ ვიწერია, რომ სადაც თარგმნელი არის ცარიელი. აი ეს ვიწერია, ეხლა რეალურად აქ. გავუშვათ და როგორც აღმოვაჩენთ, სულ ორი წიგნია თურმე მთელს ჩვენ მონაცემთა ბაზაში, ისეთი, რომელსაც თარგმნელი არ ჰყავს. და ზუსტად აი ეს ორი წიგნი აღმოვაჩენთ, ანუ ისინი არ არის გადათარგმნილი სხვა ენებზე. მოდით ახლა ვნახოთ ამის შებრუნებული ვარიანტი, ანუ ისეთი წიგნები ამოვიღოთ, რომელსაც თარგმნელები ჰყავთ. როგორც ვთქვი, ერთი მთარგმნელი ჰყავთ. ისევ იგივე select-ი, ისევ იგივე from-ი და თითქმის იგივე where-ი, ოღონდ ამ შემთხვევაში is-ის შემდეგ შეგვიძლია დავამატოთ not. is not null. არ არის ცარიელი. შვენიერი. და ასეთ სიტუაციაში უკვე ყველა ის წიგნი გამოჩნდება, რომლებსაც თარგმნელები ჰყავთ. და მივიღებთ აი ასეთ შედეგს. ძალიან კარგი. კიდევ ერთხელ დაპაუზეთ, გაუშვით, გატესტეთ, აი ძალიან დაგეხმარებათ ეს. მოდით ახლა კიდევ ერთი მცირე საკითხი ავხსნათ, არც ისე მცირე, მაგრამ საინტერესო საკითხი ავხსნათ და შემდეგ უკვე რამდენიმე შეიძლება ხშირად დასმული შეკითხვა რაც შეიძლება იყოს აი ამ კითხვებზეც გიპასუხებთ და ამით მორჩება ჩვენი ვიდეო. ეხლა რაც უნდა ჩვენ განვიხილოთ არის like keyword-ი. Like keyword-ი არის იმისთვის, რომ ჩვენ მონაცემთა ბაზაში რაღაცები მოვძებნოთ, რაღაცა უხეში მსგავსების საშუალებით და მოდით ახლა ვნახოთ, რას ნიშნავს ეს უხეში მსგავსება. მოდით დავალებად ჩვენ ავიღოთ, ჩვენი ამოცანა იყოს, რომ ამოვიღოთ ისეთი წიგნები მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სათაურში აქვს სიტყვა love, სიყვარული. მოდით ვნახოთ ეს როგორ შეიძლება გავაკეთოთ. მოდით ერთი well-ი ავიღოთ, ამ შემთხვევაში მხოლოდ title ამოვიღოთ მონაცემთა ბაზიდან. რა თქმა უნდა, long list ცხრილიდან. შვენიერი და შეგვიძლია დავწეროთ ესეთი where წინადადება, სადაც title სათაური. ურეთ აქამდე ვაკეთებდით ესე, რომ
ტოლობის ნიშანს ან is not-ს ვიყენებთ, ხო? ეხლა უკვე ერთი განსხვავებული keyword-ი უნდა გამოვიყენოთ, როგორც გითხარით, like. ანუ, სადაც სათაური like რას ნიშნავს? Like, ანუ ჰგავს. სადაც სათაური ჰგავს და ეხლა ნახეთ როგორ რაღაცას ჩავწერ ნიშნულობის შესაბამის ბრჭყალებში. ჩავწერ აი ესეთ რაღაცას პროცენტის ნიშანი, love და კიდევ პროცენტის ნიშანი. და აქ დავასრულებ და ახლა მოდით სანამ გავუშვებ, შინაარსობრივად აღიხსნით რას ნიშნავს პროცენტის ნიშნები. ანუ პროცენტის ნიშნები ნიშნავს იმას, რომ აი სიტყვა love-ის მარცხნივ რო პროცენტი წერია, ეს ნიშნავს იმას, რომ არა აქვს მნიშვნელობა ამ love-ის მარცხნივ რა ეწერება. თავარია ანუ მარცხნივ შეიძლება არაფერი ეწეროს, შეიძლება რამე ეწეროს, არა აქვს მნიშვნელობა ამას. თავარია love შემხვდეს სადმე ტექსტში. და ასევე არა აქვს მნიშვნელობა პროცენტის მარჯვნივ რა ეწერება. თავარია love შემხვდეს ტექსტში. აი პროცენტები ზუსტად ეს ავღნიშნეთ, რომ მარჯვნიდანაც და მარცხნიდანაც რაც არ უნდა ეწეროს, მთავარია love იყოს სათაურში ნახსენები და ეგეთი ყველა წიგნი მახსოვს. დაგვირდით like ზუსტად გამოხატავს შინაარსობრივად იმას, რასაც ახლა ჩვენ ვთქვით. ანუ love სიტყვა love ნახსენები, ანუ სათაურში თუ ნახსენები, ანუ ჰგავს რეალურად ეს სათაური იმ სიტყვას, რომელიც მე აქ ბრჭყალებში მიწერია. და გავუშვათ და აღმოვაჩენთ, რომ სულ ასეთი არის 4 ჩანაწერი, რომელსაც ზოგს დასაწყისში აქვს love ნახსენები, ზოგს შიგნით შუაში აქვს ნახსენები, ზოგს კიდევ დასაწყისში, ზოგს ბოლოში. არ აქვს ამას მნიშვნელობა, რატომ? იმიტომ რომ პროცენტები მივუთითეთ და სადაც არ უნდა იყოს ნახსენები, მაინც ამოიღებს ეგეთ მნიშვნელობას. ასევე დააკვირდით იმასაც, რომ რეალურად აი აქ არ აქვს მნიშვნელობა დიდი ასოებით არის love ნახსენები თუ პატარა ასოებით. აი ამ შემთხვევაში აქ დიდი ასოთია ნახსენები, მაგრამ ჩვენ პატარათი გვაქვს მითითებული, ხო? არ აუშვებს. case insensitive, ანუ case-ის მიმართ, ანუ დიდი ასოების მიმართ არამგზნობიარი არის like ამ შემთხვევაში და შესაბამისად ნებისმიერ ასეთ ჩანაწერს ამოიღებს პატარა ასოეთი იქნება თუ დიდი ასოეთი, მაგას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. love-ის გარდა რა თქმა უნდა შეგვიძლია big, ან city, ან new და შესაბამისად ეს სიტყვები რომელშიც არის, იმას ამოიღებს. ანუ ფაქტობრივად მარტივი ძებნის საშუალება გაგვიჩნდა უკვე like keyword-ის გამოყენებით. თუმცა like keyword-ის გამოყენება აქ რა თქმა უნდა არ მთავრდება და გვაქვს კიდევ სხვა ასე ვთქვათ რაღაცების ჩაწერის საშუალება და მოდით ახლა ვნახოთ რას გულისხმობ. ამ შემთხვევაში მოდით ისეთი რაღაც წარმოვიდგინოთ, რომ აი ისეთი წიგნის სახელები, ისეთი წიგნების სათაურები ამოვიღოთ, რომლებიც იწყება სიტყვა with, არტიკლი with. ოღონდ იწყება. ნახეთ, დააკვირდით, ამ წინა შემთხვევაში ჩვენ ვქონდა რომ loves რო შეიცავსო, მაგრამ არა, ახლა ვამბობთ რომ იწყება. და მოდით აბა ვნახოთ ამას როგორ მოვახერხებთ, რომ ეგ ასეთი ტიპის ფილტრი, ასე ვთქვათ, დავაყენოთ. ამ შემთხვევაში თუ ჩვენ გვინდა რომ რაღაც კონკრეტული სიტყვა ან კონკრეტული სიტყვით იწყებოდეს ჩვენი წიგნის სათაური, ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავწეროთ ეს სიტყვა, აი ეს the და შემდეგ დავწეროთ პროცენტის ნიშანი. ნახეთ, თავში აღარ დავუწერე პროცენტის ნიშანი. ანუ არ ვუთხარი რომ მე მარცხნივად შეიძლება არსებობდეს რამე, არა. მე ვუთხარი რომ აუცილებლად the-თ უნდა იწყებოდეს და შემდეგ ბოლოში პროცენტის ნიშანი დავუწერე იმის აღსანიშნად, რომ this მერე რა ეწერება არ მაინტერესებს. თავარია the-თ იწყებოდეს. და შესაბამისად გავუშვათ და ამოვიღებთ რომ რეალურად ისეთი წიგნები, რომლის სათაურიც the-თ იწყება, ყველა ეგეთი წიგნები ამოგვიღო. კიდევ ერთხელ დააკვირდით, თავში არ დაუწერეთ პროცენტი, არამედ დაუწერეთ ბოლოში. ეს იმის აღსანიშნად, რომ ასე გვინდა იწყებოდეს. თუ პირიქით გავაკეთებდით მაგალითად და თავში დაუწერდით პროცენტს და მერე დავწერდით this და ბოლოში აღარ დაუწერდით პროცენტს, მაშინ ამით ჩვენ ვეუბნებით, რომ აი ბოლოში რადგან აღარ დაუწერეთ პროცენტის ნიშანი, ბოლოში არც ერთი სიმბოლოთი აღარ მინდა რომ გრძელდებოდეს. ბოლოში this სიტყვით მთავრდებოდეს და შესაბამისად მივიღებდით ზუსტად ეგეთ შედეგს. ამ შემთხვევაში კიდევ ჩვენ შეგვიძლია ესეთი რაღაც ასე ვთქვათ, ესეთი დამატებითი კიდევ პროცენტის ნიშნის მაგვარი რაღაც დამატებითი საშუალებაც გამოვიყენოთ, რომელიც არის ქვედატირე. აი პროცენტის ნიშანი, როგორც გითხარით, აღნიშნავს ნებისმიერი რაოდენობის სიმბოლოებს, რომელიც შეიძლება
მოსდევდეს კონკრეტულ სიტყვას, ან უსწრებდეს წინ კონკრეტულ სიტყვას, ან მოსდევდეს და უსწრებდეს გააჩნია სად გამოვიყენებთ ამ პროცენტის ნიშანს, ხო? აი ქვედა ტირე, რომელსაც ახლა ვნახავთ როგორ გამოიყურება, ქვედა ტირე რეალურად აღნიშნავს ერთ ასობგერას, ერთი ასობგერის, ასე ვთქვათ, აღსანიშნავად შეგვიძლია გამოვიყენოთ და ოღონდ ერთი ასობგერის ადგილის აღსანიშნავად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ახლა მოდით ვნახოთ, რას ნიშნავს ეს. გავასუფთავოთ, ისევ title-ი ამოვიღოთ, ისევ long list-იდან და გვაქვს where, სადაც სათაური, დიდი ასოებით არ გვინდა, სადაც სათაური გავს like, აი ასეთ ჩანაწერს. მოდით ისეთი ჩანაწერი ამოვიღოთ, რომელიც სიტყვა fire-ის შესაბამისი იქნება. აი ამ fire, აი ესეთი სიტყვები არის ნახსენები ჩვენს იმაში, რა ქვია, მონაცემთა ბაზაში. ოღონდ უბრალოდ fire კი არ მინდა, შეიძლება fire იყოს, ან შეიძლება იყოს აი ესეთი რამე. fire. ანუ ფის მერე აი y იქნება თუ i იქნება, ხო? ეგ არ მაინტერესებს, მაგრამ მინდა რომ p-ით იწყებოდეს კონკრეტული სიტყვა და შემდეგ arით და it-ი გრძელდებოდეს, მაგრამ აი ეს y და i რა იქნება არ მაინტერესებს. ორივე შემთხვევა მინდა რომ ამოიღოს, ან სხვა მესამე მეოთხე შემთხვევით თუ არის, ყველა შემიძლია, ყველა მინდა რომ გაითვალისწინოს. ამისათვის გავაკეთებ ესეთ რამეს, ამას წავშლი და ამის მაგივრად დავწერ ქვედა ტირეს. და ხო, ამასაც წავშლი, ეს უბრალოდ მაგალითისთვის გაჩვენეთ. ამასაც წავშლი. და ეხლა უკვე აი ქვედა ტირე აღნიშნავს, რომ აი ეს არის ადგილის დამკავებელი, ასე ვთქვათ, placeholder-ი და ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ასობგერა, ნებისმიერი სიმბოლო, ნებისმიერი ქარაქტერი შეიძლება იყოს აღმოჩნდეს აქ. და თუ რომელიმე სიტყვა არსებობს, რომელიც აი ასეთ პატერნს, ასეთ ფორმას აკმაყოფილებს, p-ით იწყება და r-ით მთავრდება, მაგრამ შუაში აი p-სა და r-ს შორის რაიმე ერთი ასობგერა შეიძლება იყოს და ეს ერთი ასობგერა ამას ერთ ასობგერას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რა შეიძლება იყოს, ხო? აი ასე შემიძლია აღვნიშნო. და გავუშვათ. Ups. Select from long list. მე მგონი, ხო, ერთი ცალია ესეთი, როგორც ჩანს. მე მგონი არაფერი არ შეგვსვლია. Select ისტორია, from ისტორია, where title like fire. კი ბატონო, ყველაფერი ისტორია. ანუ ეგეთი არის მხოლოდ ერთი ცალი, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ შეიძლება ყოფილიყო ასეთი for, ასეთი სათაური ქონოდა, ან შეიძლება ქონოდა ესეთი სათაური pure, ყველას ამას დააკმაყოფილებდა აი ეს ჩანაწერი, რადგან აი ამ ეს ერთი ცალი ქვედა ტირე აღნიშნავს ზუსტად მაგას. ოღონდ აუცილებელი კი არ არის, რომ ეგრე ჩაგვეწერა. მაგალითად ჩვენ შეგვეძლო ესეთი რამე გავაკეთებინა, რომ აი აქ ნახეთ. Select from და აი აქ თუ გვინდა ორი ცალი ქვედა ტირე გამოვიყენოთ. და აი ესეთ რაღაცას მივიღებთ. ან თუ გვინდა აი ესეთი რამე გავაკეთოთ. ქვედა ტირე და პროცენტი მაგალითად. ანუ p-ით იწყებოდეს, შემდეგ ორი სიმბოლო ნებისმიერი ქონდეს და მე ნებისმიერი რაღაცით გრძელდებოდეს. აი ესეთი ups, რა თქმა უნდა, select-ი არ დამიწერია, პირდაპირ ეგ დავწერი და ამიტომ არ იმუშავა, მაგრამ არ აუშავს. დავუშვათ თავიდან. აი ესე. დავუშვათ და ეხლა ნახეთ. ანუ ისეთი სიტყვები ამოგვიღო, ისეთი სათაურები ამოგვიღო, რომლებიც იწყება p-ით, ნახეთ, ყველა ესენი იწყება p-ით. შემდეგ ორი ცალი რაღაცა ნებისმიერი ასობგერა აქვს და ანუ 1 და 2 და შემდეგ უკვე ნებისმიერი რაღაცით გრძელდება. ცოტათი არც ისე პრაქტიკული მაგალითია, მაგრამ ანუ იმის საშუალებას გაძლევთ, რომ მივხვდეთ რეალურად რაზეა საუბარი, ხო? შვენიერი. ამით უკვე ჩვენი, ასე ვთქვათ, ჩვენი ამ გაკვეთილის თემატიკა ვეართან დაკავშირებით უკვე ამოვწურეთ. ვეარი საკმაოდ კომპლექსური შეიძლება იყოს, გაიზარდოს გადაებას ერთმანეთს ბევრნაირი ლოგიკები, ფრთხილებით, ასე ისე, მოკლედ ბევრნაირად შეიძლება გართულდეს, მაგრამ ჩვენ, ასე ვთქვათ, ყველაზე, ასე ვთქვათ, ძირითადი ნაწილი ამ ყველაფრის შევისწავლეთ. ახლა მოდით ხშირად დასმულ შეკითხვებს უპასუხებ. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა არის ესეთი, რომ შესაძლებელია თუ არა რამდენიმე
პროცენტის ნიშნის ან რამდენიმე ქვედატირის გამოყენება და ბევრის გამოყენება. როგორც ნახეთ, შესაძლებელია აი ამ ჩემს მაგალითში ქვედატირეები რამდენიც გინდათ შეგიძლიათ გამოიყენოთ პროცენტებით, სადაც გინდათ იქ ჩასვათ ეს პროცენტები. აი მაგალითად ერთი ესეთი ვარიანტი განვიხილოთ. მაგალითად select title from long list და ამ შემთხვევაში where-ში ჩავწეროთ აი ასეთი the პროცენტი მერე და მერე ჩავწეროთ love და პროცენტი. ისევ. ანუ აქ რას ნიშნავს, რომ the-თ უნდა იწყებოდეს, შემდეგ this-ა და love-ს შორის ნებისმიერი რაოდენობის სიმბოლოები და სიტყვები შეიძლება არსებობდეს. შემდეგ love და შემდეგ love-ის შემდეგაც ნებისმიერი რაოდენობის სიტყვები და სიმბოლოები შეიძლება არსებობდეს. აი ესეთი პატერნი ავუწერეთ. გაუშვათ. უპს, არ არის ეგეთი თურმე ჩვენს მონაცემთა ბაზაში, თუმცა აი ეს ამას ნიშნავს. ან შეგვიძლია ავიღოთ ისეთი ვარიანტი, მაგალითად, აი აქ ნახოთ, select title from long list, სადაც აი აქ გვაქვს აი ასობგერად თითი იწყებოდეს და შემდეგ 1 2 3 ასობგერით 3 ასობგერისაგან, ანუ ჯამში 4 ასობგერისაგან შედგებოდეს, ოღონდ თი იწყებოდეს, ხო? არ ვიცი ეგეთი არის თუ არა, მაგრამ ცადოთ. ხო? ეგეთი ერთი ცალი ყოფილა, რომელიც სულ ჯამში 4 ცალი ასობგერისაგან შედგება, თითი იწყება და შემდეგი თის შემდეგ რომელი ასობგერები იქნება, არ გვაინტერესებს. ესეც ასე. შემდეგ გაკვეთილში უკვე range-ებზე უნდა ვისაუბროთ და კიდევ საინტერესო თემები გველის წინ. გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო. კომენტარებში შეგიძლიათ დამისვათ კითხვები ამ ვიდეოს კომენტარებში. როგორც გითხარით, გადაახვიეთ ხშირად ეს ვიდეო, რასაც ვერ გაიგებთ, თავიდან მოусმინეთ, რასაც მე წერ აქ თქვენს ჩემთან ერთად აკრიფეთ და გაიაზრეთ, რომ ოღონდ არ არის აუცილებელი, ანუ დააპაუზოთ ვიდეო, ერთი სიტყვა აკრიფოთ, მერე გადმოხვიდეთ, გადმოიწეროთ, ეგრე არ ქნათ. ეგ იმის რაც განცდას მოგცემთ, რაღაცა ყალბი კომპეტენციის განცდას მოგცემთ და მერე სინამდვილეში ვერც დაიმახსოვრებთ და ვერც გაიაზრებთ სინამდვილეში შესაკეთებთ. არა. ხო ნახეთ ერთი თქვა სექცია რაღაცა ჩემი ვიდეოსი. ამ დროს რომ მორჩით რაღაცა მაგალითად where-ით განვიხილეთ ტოლობისა და უტოლობის ნაწილები, ხო? დააპაუზეთ, გადმორთეთ მთლიანად, არ გქონდეთ გახსნილი ჩემი ვიდეო მეორე ეკრანზე ან სადმე, არა, პირდაპირ გადმორთეთ ედიტორში და თქვენით ეცადეთ იგივეს გამეორება. შეგეშლებათ, სინტაქს ერორები იქნება, ანუ ერორებს ამოგიყრეთ, რომ ესო არასწორად აკრიფეო გეტყვის, არ არის პრობლემა. კიდევ ვცადეთ, თუ ვერ მოახერხეთ აკრეფვა თქვენით, მერე ისევ დაუბრუნდით ვიდეოს, გადაახვიეთ, უყურეთ თავიდან, მერე ისევ გათიშეთ და ისევ დაუბრუნდით თქვენით აკრეფას. ანუ ისე არ გააკეთოთ, რომ ჩემგან გადაიწეროთ. არამედ ისე გააკეთეთ, რომ თქვენ გაიაზროთ რა ხდება და თქვენი, ასე ვთქვათ, თქვენი გონებით, თქვენი აზრით, თქვენი ხელით გააკეთეთ ყველაფერი, რომ ეს საშუალებას მოგცემთ, რომ გაცილებით კარგად აითვისოთ ის ყველაფერი, რასაც აქ ჩვენ ერთად ხსნით. შვენიერი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. თქვენი ლაიქები და კომენტარები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შემდეგ ვიდეოებით ჩავწერო სწორად, კარგად და ამიტომ გამომეხმაურეთ, მითხარით მოგეწონათ, არ მოგეწონათ, რას ისურვებთ უფრო მეტად, ძალიან დავაფასებ მოკლედ ამას. დროებით.